ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, სანდრო რაჭველი, ფონდღია საზოგადოების იურისტი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, გმადლობთ სტუმრობისთვის. ბატონო ლევან, დავიწყებთ თქვენით, მე-19 დღეა რაც მიმდინარეობს პროტესტი თბილისსა და რეგიონებში. ხელისუფლებამ ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რომ არ აპირებს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. როგორ გესახებათ მომავალთა შემდგომი განვითარება? მივესალმები მაყურებელს. რამდენიმე ვერსია არსებობს ესეთ კრიზისიდან გამოსავალის და ჩემთვის ყველაზე სასურველს ვიტყვი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ალბათ ჯობია მაგაზე ფოკუსირდეთ, რისი მიღწევა გვინდა. არჩევნები ცალსახად არის საზოგადოების ინტერესში და ძალიან კარგად მინდა გავიგოთ, რომ ეს არ არის ახირება, რომელსაც ვითხოვთ უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცების ძალაუფლების ხელს ჩაგდება. უნდათ როგორც ამას ხშირად ამბობენ ხოლმე, ხალხი რომელიც ქუჩაში დგას, მათი ინტერესი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდება, არამედ ის, რომ ხალხმა, ანუ მოქალაქეებმა დაიბრუნონ ძალაუფლება, რომელიც მათ ისედაც ეკუთვნით წესით და რიგით ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საზოგადოება თვლის, რომ ეს ძალაუფლება მათ აღარ აქვთ ჩამორთმეული აქვთ, იმიტომ რომ ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც ხალხის ძალაუფლებას დაფუძნებით უნდა ახორციელებდეს ეს შემდეგ მმართველობას, არის მიტაცებული ძალსახად და ასრულებს არა ხალხის დაკვეთას, არამედ კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის და კონკრეტულად ივანიშვილის დაკვეთას. ეს არის პრობლემა, ხო? და შესაბამისად ეს გადატვირთვის მექანიზმი, რაც არის ვადამდელი არჩევნები, ანუ რაღაც რიგარეში არჩევნები ხელმეორედ თუ ჩავატაროთ, არის მექანიზმი, რომელიც ნებისმიერ მმართველს უნდა აწყობდეს პირველ რიგში. საქართველოს აქვს ამის გამოცდილება, თუ გახსოვთ 2007 წლის შემდეგ, როდესაც 7 ნოემბრის აქციის დაშლა მოხდა, ზუსტად მაშინ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების ჩატარების და ეს იყო მცდელობა, რომ განემუხტა სიტუაცია. იმიტომ რომ ჩვენ შეგნებული ხალხი ვართ, ჩვენ ვაღიარებთ კარგად ჩატარებული არჩევნების შედეგებს, იმიტომ რომ დემოკრატიული საზოგადოება ესე ფუნქციონირებს. როგორც თქვი, ჩვენ არ ვართ ჯიუტები, რომ მანდამაინც ჩვენ უნდა მოვიგოთ. ხო, ჩვენს როცა ვამბობ, ისევ და ისევ არ გულისხმობ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ხალხს, ყველა იმ ჭრელი პარტიების უკან ვინც დგას, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ხო? და მთელი არსი ამ ჩვენი პროტესტის და ისევ მე არ ვსაუბრობ ეხა ყველა სახელით ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი არის იქ, მე ვსაუბრობ კონკრეტულად ლევან ღამბაშიძის სახელით და რასაც უყურებ არის ესეთი ვითარება. თავიდან იყო არჩევნების მიმართ უკმაყოფილება და ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ რაღაც არ ვენდობით იმ არჩევნებს, რომლებიც ჩატარდა. ქონდა არგუმენტები საკმარისად, სამწუხაროდ ყველა სასამართლომ და მათ შორის საკონსტიტუციომაც გვიმუხთლა საზოგადოებას და დაიჭირა მთავრობის მხარე. შემდეგ უკვე იყო უარი ევროკავშირს და მან ძალიან გაგვაბრაზა. ანუ თუ პირველი უკვე არის საფუძველი ხელმეორე არჩევნების, მეორე ასევე არის საფუძველი იმისთვის, რომ მოითხოვოთ ხელმეორე არჩევნები, იმიტომ რომ არავის, მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეულსაც არ მიუწია უფლება ქართული ოცნებისთვის, რომ მას უარი ეთქვა ევროკავშირს. ყოველთვის მე მინდა ხელისუფლების არგუმენტებიც მოვიყვანო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ისინი ხშირად ამბობენ, რომ მტკიცებულებები საკმარისი ოპონენტებმა ვერ მოიტანეს, ასევე რომ მათი ბრალდებები არ იყო კონფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული, რომ ეუთოუდირის წინასწარ შეფასებაში პირდაპირ იყო მითითებული არჩეული ხელისუფლება, რაც მათი მხრიდან ლეგიტიმაციის არაღიარებას გამორიცხავდა. აი ამ არგუმენტებს თქვენ პირველი ჩვენ სიმართლეს ვარკვევთ არა საკუთარი ემოციებით, არამედ ინსტიტუციებით, ხო, მათ შორის სასამართლოდ. ჩვენ ვნახეთ, როგორ იმუშავა სასამართლო და ჩვენ ვნახეთ, როგორ არ გაითვალისწინა არც ერთი ვთქვათ იმ ხარის მოსაზრებები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ფარულობის პრინციპის დარღვევას და სხვა დარღვევებს, ხო, მათ შორის ავიცი ბიულეტენების ჩაყრას და ასე შემდეგ. ამ დარღვევების ყველა შემთხვევაზე სასამართლომ დაიჭირა პირდაპირ ისე რომ ხანდახან არც განუხილია, მაგალითად კონსტიტუციურ საკონსტიტუციო სასამართლოს არც განუხილი, უბრალოდ არ მიიღო სარჩელი. შესაბამისად აქ იმაზე საუბარი, რომ მთავრობა ამბობს, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ის, რომ სინამდვილეში მთავრობამ ეს თავისი პოზიცია გაიმყარა სასამართლოთი, რომელიც დღეს ვიცით, რომ იმართება ასევე მთავრობის მიერ. ამიტომ ჩვენ არ ვენდობით სასამართლოს, რომელმაც გითხრა, რომ ჩვენ არ ვართ მართლები, ხო? ჩვენ ვიცით, ყველა ვნახეთ რაღაცეები და გვაქვს ეს მტკიცებულება, მაგრამ ისე ეუთოუდერის საბოლოო შეფასება უნდა დაელოდოს თუ არა პოლიტიკური სპექტრი. კი, კარგი ის არის შეფასება, არის ეს რა თქმა უნდა დავალ, მაგრამ არსებობს ეუთოუდერის წინასწარ შეფასებაშიც ისეთი პუნქტები, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ეს შეფასება არ იქნება მთავრობისთვის სასიხარულო, იმიტომ რომ მინიშნება არის იმაზე, რომ დარღვეული არის ძალიან ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის ისე ფარულობის პრინციპი, ამიტომ ინტერპრეტირება იმის, რომ აი ეუთოუდირი კარგი დასკვნა არის სამთავრობისთვის და ამიტომ ამას უნდა დაველოდოთ და პლუს ერთი კიდე მნიშვნელოვანი რაც არის, არსებობს სამართლებრივი, არსებობს პოლიტიკური შეფასება, ხო, ნებისმიერი მოვლენის და პროცესის და ჩვენ რასაც უყურებთ, მაგალითად თუ
მე რაღაცა ლუკაშენკომ გადაწყვიტა რომ მიელოცა ისე რომ არ დალოდებოდა რაღაცა სამართლებრივ პროცედურებს შეძლოთ რომ იგივე გაეკეთებინათ ჩვენს მართლა პარტნიორ სახელმწიფოებს ხო რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები და ამერიკის შეერთებული შტატები მათ ეს არ გააკეთეს ხო ამიტომ პოლიტიკურადაც დაზიანებული არის ქართული ოცნება საერთაშორისო ასპარეზზე და მისთვის პრობლემა არის ამ ძალაუფლების რაღაცნაირად გამართლება რომ რაღაცა სამართლებრივი გზებით სწორად აიღო და დაისაკუთრა ეს ძალაუფლება მაგრამ რაც მინდა მესამე ვახსენო აუცილებლად ჩვენ რატომ არჩევნები ხელახალი იმიტომ რომ თქვით არჩევნების მიმართ უნდობლობა ევროკავშირზე უარის მიმართ პროტესტი და ამას დაემატა უფრო ფუნდამენტური შეკითხვა საერთოდ გვინდა თუ არა ესეთ სახელმწიფოში ცხოვრება იმიტომ რომ რეალურად აქ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იმაზე რომ აი ანუ აღარ ვიქნებით პროევროპული და სხვა ვექტორი გვექნება ან როგორც თვითონ ამბობენ რაღაცა ნეიტრალური სახელმწიფო იქნებით გვინდა თუ არა ცხოვრება სახელმწიფოში სადაც პოლიცია შეუძლია დაგიჭიროს იმის გამო რომ თვალებში ამოიკითხავს საეჭვო განზრახვას მაგალითად ხო ანუ დანაშაულის ჩადენის გარეშე შეუძლია რომ გადაგიყვანო და დაგაკავონ ხო 48 საათით თუ არ ვცდები ან გვინდა თუ არა ისეთ სახელმწიფოში სადაც რაღაც დოჩანაშვილის 60 პირველში რომ კატა არის აკრძალული რა უკითხულობდი ხოლმე სულ მიკვირდა რომ აი კატა რა შუაში არის საერთოდ საიდან მოიტანა ბატონმა გურამმა და ეხლა ვფიქრობ რომ ესე თუ გაყვა მთავრობა იმის მაგერად რომ დეესკალაცია მოახდინოს ყველაფერს ცდილობს იმისთვის რომ ძალაუფლება გაიმყაროს და რაც კი ხელს უშლის ამაში უცებ ერთი კვირის განმავლობაში კრძალავს ყველაფერს ლაზერები ნიღბები და ასე შემდეგ ამიტომ სამი ძალიან მაგარი მიზეზი აქვს საზოგადოებას და ძალიან მართლა ფუნდამენტური იმისთვის რომ გადავიაზროთ გვინდა თუ არა საერთოდ ამ ტიპის სახელმწიფოს ცხოვრება მინდა კითხოთ თავისუფლად როგორ ხედავთ შექმნილ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილის როლს იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ის არა მხოლოდ ახლა ბოლო თვეებია ძალიან აქტიურ კოორდინაციაში არის ოპოზიციასთან საკმაოდ მწვავედ არის დაპირისპირებული ქართულ ოცნებასთან და ვიცით მისი გაცხადებული პოზიცია რომ ის არაპირებს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობის ატობას და ამბობს რომ რჩება პრეზიდენტად. შაბათს ჩვენ ვნახეთ რომ არაპირდაპირი წესით აირჩიეს მიხეილ ყაველაშვილი. ანუ ერთი მხრივ არსებობს კონსტიტუცია რომლის მიხედვით სალომე ზურაბიშვილს ეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, ასევე არსებობს საზოგადოების ნაწილი რომელიც ლეგიტიმურად მიიჩნევს სწორედ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს. რა მოცემულობის წინაშე ვდგებით 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც უკვე პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი. მადლობა ამ კითხვისთვის. 29 დეკემბრის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო გაღრმავებულ კრიზისში შევალთ და ეს ცალსახა არის ლევან მარაზეცი საუბრა იმ მიზეზების გამო. პირველ რიგში ახლანდელ პრეზიდენტს ვადა ეწურება მას შემდეგ კონსტიტუციის თანახმად, რაც ახალ არჩეული პარლამენტი აირჩევს არაპირდაპირ წესით ახალ პრეზიდენტს და ზუსტად აქ არის პრეზიდენტის მთავარი არგუმენტაცია, რომ ეს არჩევნები არ იყო ჩატარებული სამართლიანი, ფარული და კონსტიტუციაში მოცემული სხვა აუცილებელი საჭიროებების თანხლებით. მე ასევე წამოღებული მაქვს ეუთო ოდირის წინასწარი საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის არჩევა არ დააკმაყოფილა. და საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენ ვიცით რომ კონტროლდება იმ სუბიექტი. ეს არის ქართულ ანდაზა რომ არის მელამთავის კუდი მოწმედ მოიყვანა და ახლობთ ისეთი ვარიანტი გვაქვს აქ. მე წამოღებული მაქვს ოდირის დასკვნიდან ამონარიდი ოდირის დასკვნა ჯერთი წინასწარი დასკვნა ეს საბოლოო დასკვნას ველოდებით იანვარში. ამ წინასწარ დასკვნაში 11 მოცემულობიდან 10 არის არჩევნების კრიტიკა და არა მოწმე ერთადერთი რაც არის ის რომ არჩევნები ჩატარებული იყო წესიერი ადმინისტრირებითო რაც იმას ნიშნავს რომ ელემენტარულად ბიულეტენები არ გათავებულა და ასე შემდეგ ხო ადგილზე იყო ამის სანაცვლოდ რაზეც არის საუბარი ოდირის პირველად დასკვნაში არის დასჯის შიშის ფაქტორის არსებობა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ამორჩევლების მოსყიდვა პირდაპირი მოსყიდვა პენსიონერების საპროცენტო განაკვეთის შემცირების კოვიდის ჯარიმების ჩამოწერის ამნისტიის კანონის მეშვეობით ოდირის დასკვნაში არის ნაჩვენები ისიც რომ ხმის მიცემის ფარულობა რაც არის ცენტრალური საკითხი დარღვეული იყო 24%-ში იმ უბნებისა რომელსაც ოდირი თვითონ აკვირდებოდა ყველა მეოთხე უბანზე დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა ეს ისე კი არა რომ გაჟურნა და სხვა საკითხები რაზეც საუბრობენ არა პირდაპირ ან კამერა უყურებდა ვის მისცემდა ხმას ან საერთოდ ბიულეტენის დამცავი საშუალებების გარშე ხდებოდა ჩახედვა პირდაპირ ვის მისცა ხმა ამორჩეულმა ამიტომ ეს არის ამ საფუძველი იმისა, რომ არჩევნები დღემდე არ უღიარებია ლეგიტიმურად არც პრეზიდენტს და არც საერთაშორისო თანამეგობრობის დიდ ნაწილს. პრეზიდენტის როლს მე სადაც ვხედავ, 29 ახლანდელი პრეზიდენტის ხადია 29 დეკემბრის შემდეგ და 29 დეკემბრამდე რაც მთავარია, ეს არის ვეტოს დადება იმ არაკონსტიტუციური და დემოკრატიის გამანადგურებელი კანონებზე, რომელიც ჩვენმა
ლეგიტიმურმა თუ არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო 5 დღის ვადაში ყოველგვარი ექსპერტებთან კომუნიკაციის, კოორდინაციის გარეშე, რომელიც ანადგურებენ, ამის თქმა პირდაპირ შეიძლება ანადგურებენ საქართველოში დემოკრატიას, კრძალავენ პირველ რიგში, ხო, იძლევიან ადამიანების წინასწარ დაკავების საშუალებას, ისე რომ მათ არაფერი არ ქონდეთ დარღვეული. მშობლებს აკისრებენ ფინანსურ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აკისრებენ მშობლებს იმის გამო, რომ ბავშვი არ მოეწონა პოლიციას. კრძალავენ არ მხოლოდ ნიღბებს, სხვაშორის ნიღბების ჩანაწერში ნიღბის გარდა წერია სახის დაფარვა სხვა ნებისმიერი საშუალებით. ანუ ყაბალახი რომ გაიკეთო ადამიანმა რაღაცა სანტა-კლაუსის წვერი მოიხურო და რუსთავაზე გახვიდე, ამის გამო 2000 ლარი შეიძლება დაგაჯარიმონ. 5000 ლარი შეიძლება დაგაჯარიმონ ტროტუარს თუ გადაცდი და სავალი გზა თუ დაიკავე, ხო? ანუ ეს არის სრულიად დრაკონული კანონები, რომელიც გაანადგურებს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას, გამხატვის თავისუფლებას და მათ აუცილებლად უნდა დაედოს ვეტო. და შემდეგ, აი, როდესაც უკვე ამოეწურება პრეზიდენტს უფლებამოსილება, შემდეგ რა ხდება? ხომ იქნება ძალიან მძიმე, ანუ კიდევ უფრო კრიზისის გაღრმავების საფრთხე, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ არ აპირებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსვლას. ჩვენ, რასაც ვნახავთ 29 დეკემბრის შემდეგ, თუ ხელისუფლება არ დაფიქრდება იმაზე, სად მიდის საერთოდ, ეს შეიძლება იყოს ან ვენესუელას, ან ბელარუსს, ან სხვა მსგავსი ისეთი სახელმწიფო სცენარი, სადაც შიგნით ავტორიტარულ სისტემას ფორმალურად ნაღიარები ყავს ერთი ადამიანი პრეზიდენტად ან მმართველად, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა მას არ ცნობს. ისინი არიან სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც მადურო მაგალითად ახლა და არსებობს რეალურად სხვა კანდიდატი, რომელიც ითვლება გამარჯვებულად, ხო? ანუ ეს თუ არის ის, სადაც სურს ჩვენს ახლანდელ მმართველ პარტიას, ხომ, რომ წაგვიყვანოს, ეს იქნება ძალიან მძიმე. აი, დიახ, ბატონო ლევან, აი, ახსენდა სანდრომაც, რომ აი კიდევ უფრო გაღრმავდება კრიზისი, თუ ასეთი მოცემულობა იქნება და 29 დეკემბრამდე ხელისუფლება არ გადადგამს, ვთქვათ, რაიმე კომპრომისულ ნაბიჯს. სად არის მაშინ შექმნილ ვითარებაში გამოსვალი კრიზისის დაძლევის გზები? ფიქრობთ თუ არა, რომ უკვე უნდა დაიწყოს დიალოგი. მე გიორგი გახარიას ერთ-ერთი ციტატა მოუყვანე სალომეს სამადაშო, როდესაც ის ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკური კრიზისი ავა უკვე პიქსში, გარდაუვალი იქნება, რომ მხარები არ დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ პოლიტიკურმა აქტორებმა მოცემული ვითარების განსამუხტად? ზოგადად, ძირითადად მაინც თქვენ ოპოზიციონერებას რო გიწევთ, ეგ შეკითხვები ხშირად ჩდება ხოლმე აი სტუმრები, რომლებიც სამთავრობო პოზიციას იმაშავებიან, ამიტომ შეკითხვა. ოპონირებას, იმიტომ რომ მეორე მხარე არ არის სამწუხაროდ დისკუსიის და ერთობლივი, დიახ, დებატის მიღწევა ჩვენს ეთერში ვერ ხერხდება, მიუხედავად რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, დიახ, კი ბატონო, დავაფიქსირებთ პოზიციას, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ორივე მხარე ერთად ასო და პირიქით ეს იქნება უკეთესი, იმიტომ რომ მაყურებელი თავად გამოიტანს დასკვნას, როდესაც არასწორად ჩამოვაყალიბე, პირიქით კომპლიმენტს გეუბნებოდით, იმიტომ რომ წინა გამოსვლათანაც ძალიან სწორი შეკითხვები დასვით და სამწუხაროდ რაღაცები არ მომიწონა, მაგრამ კარგი ჩაკითხვები ჰქონდათ და ეხაც რასაც კითხულობთ, ჟურნალისტი ესეთ შეკითხვას მოსწავთ, არ გამიკრიტიკებები ხარ პირიქით. არა, მე უბრალოდ დავაზუსტე ჩვენი პოზიცია დებატებთან დაკავშირებით. და უბრალოდ ეს დიალოგის საკითხი ხა ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ აბსტრაქტული საუბრები, ხო, აქ ხშირად ეს რა ის სიყვარული გადაარჩენს საქართველოს და აი დიალოგი არის გამოსავალი, მაგრამ აქ რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა დავსვათ შეკითხოთ რა ტიპის დიალოგზე არის აქ ეხა საუბარი. დიალოგში სახელმწიფო შემოდის, მთავრობა შემოდის, როგორც კი ის ხდება, რომ არსებობს უკმაყოფილება. რატო? იმიტომ რომ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში უკმაყოფილო ხალხი ნიშნავს წაგებას მომდევნო არჩევნებზე, ხო? ძალიან მარტივი რა, ან მართვა გაგიჭირდება. შესაბამისად, როდესაც 200.000 ადამიანს ხედავს ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობა, ბევრად უფრო ცოტა ადამიანს 10.000 კაცს რო ხედავს ბერლინის რომელიღაცა ადგილობრივი თვითმმართველობა, ის ფიქრობს, რომ ხალხს ეხლა უნდა დაველაპარაკო. ამიტომ ბევრად უფრო ცოტა ხალხზე შემოდის ხოლმე მთავრობა დისკუსიაში. ეხლა ჩვენ რაც უყურებთ არის სრული იგნორი და მეტი პირიქით, რაც აკეთებს, ან წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ ბრძოლა, ეს მეტაფორულად რომ ვთქვათ, და იქიდან მხრიდან გეუბნება მოწინააღმდეგე, რომ მოდი ვისაუბროთ, შევწყვიტოთ ცეცხლი და ვისაუბროთ და სანამ შენ ფიქრობ, უნდა შევიდეთ თუ არა დიალოგში, ატყობთ, რომ იქ სანგრებს, თხრის, რაღაც არტილერიას ამაგრებს, კედლებს აშენებს და თან გეძახის, რომ მოდი ვილაპარაკოთ, ხო? ყოველ ჯერზე, როდესაც მთავრობის მხრიდან ჩვენ გვესმის, რომ აი დიალოგში არ შემოდის არავინ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ ის დიალოგს უბრალოდ ტელევიზორში რიტორიკულად ამბობს ხოლმე, აი ეს კანონები შემოაქვს, რომელიც ჩვენს პირიქით დაჩაგვრას და დამცირებას და დაპატიმრებას სამომავლოს ემსახურება რა. ანუ
ანუ მე ვიცი რომ ეხა მთავრობა რასაც ცდილობს ამ თავისი კანონებით იმ ძალაუფლებით რაც არალეგიტიმურად აქვს ცდილობს გაიმაგროს პოზიციები რომ დიალოგში რო შევალ ვიყო აბსოლუტურად იარა აღსხმული ანუ არაფერი აღარ შემეძლოს მის წინააღმდეგ რომ გამოვიყენო ხომ მშვიდობიან პროტესტი არის საუბარი შესაბამისად ეგ საკითხი რომ დიალოგში ვინ უნდა შევიდეს ცალსახად ჯერჯერობით რას უწევდა მთავრობა არ არის მზად შეწყვიტოს მაგალითად აი ამ კანონების მიღება გამოუშვას ის ხალხი რომელიც არასწორად ყავთ დაპატიმრებული ერთ რამეს გეტყვით რა ალეკო ელისაშვილი მაგალითად რომელიც დაპატიმრებული ყავდა სასამართლომ ხომ მიიჩნია ის რომ იყო საშიში და ამიტომ უნდა დაეჭირათ ორი თვით უცებ იგივე სასამართლომ პროკურატორმა რახან თქვა გამოუშვეს სასამართლომ უგველაპარაკება რაღაც სამართლიანობაზე დაურეკეს და გამოუშვეს ხალხი ხო ამიტომ პოლიტიკური არის ეს სასამართლო ეს ნიშნავს იმას რომ ყველა პატიმრის გამოშვება დემონსტრანტები ბატონო გათავისუფლებულები იქნებიან თქვათ კანონებთან დაკავშირებითაც გაქვთ თქვენი პრეტენზიები და შენიშვნები მე შეიძლება განიხილოთ აი ფიქრობთ რომ დიალოგი მე შესაძლებელია ხო ისე იგივე საკითხს იმაშებთ აი ვის უნდა ესაუბრონ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო არის ხალხის ჯგუფი და ეს ხალხის ჯგუფი აუცილებლად ჩამოყალიბდება ალბათ იმ სპიკერებად რომლებიც აქ სხვადასხვა ეთერებში ან თქვათ იმიტომ რომ აქციაზე თუ ნამყოფი ხართ ან იცით იქ არავინ არ საუბრობს უბრალოდ ხალხი არის მაგრამ ამ ხალხს აქვს სათქმელი და უნდა მოინახოს ვინც ამ თავარ სათქმელს ჩამოყალიბებს მაგრამ ამ ეტაპზე თავარი რაც არის არჩევნები ხო ანუ ჩვენ თუ რამეზე უნდა დავისაუბროთ არის ის რომ უნდა ჩატარდეს ხელმოყრად არჩევნები და ამ არჩევნებზე სასაუბროთ ჩვენ ან ის ხალხი ვინც უნდა ისაუბროს თავრობას დასხდება მხოლოდ მაშინ როდესაც მძევლები იქნებიან გათავისუფლებული და ხაზი მინდა გავუსვა აქ პატიმრებზე არ ვსაუბრობთ რა ვსაუბრობთ მძევლებზე რომელიც აიყვანა სისტემამ იმისთვის რომ მე გვევაჭროს ჩვენ ეს ვიცით და შესაბამისად არ უყურებთ ამ მოთხოვნას როგორც რაღაცა აი ესე გთხოვთ შეიწყალოთ ხალხი რომელიც არიან დაპატიმრებული ამით გამოუშვით მძევლები და მე ვისაუბროთ იმაზე როგორც სპიკერები ახსენა ლევანო დებატონსა და როგორ ფიქრობთ მიმდინარე პროტესტს უკვე უნდა მიეცევს თქვა და აი გარკვეულწილად ის ფორმა რომ მას უნდა ყავდეს თუ არა ლიდერები იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ სიტყვით გამოსვლები არ მიმდინარეობს პოლიტიკოსები არიან აქციებზე მაგრამ ისინი მათ არ აქვთ მთელ ამ პროცესზე მართვის სადავეები ხო ფიქრობთ თუ არა რომ მოვიდა დრო როდესაც უკვე პოლიტიკოსებიც უნდა გამოჩნდნენ თქვა პოლიტიკურ სცენაზე მიმდინარე აქციების დროს. მე ვფიქრობ რომ ამ აქციებზე ძალიან ბევრი კარგი სპიკერია, მიუხედავად იმისა, რომ იქ სცენა არ არის და ადამიანები არ ლაპარაკობენ, აი თუ როდესაც უყურებ ჩვენ რაღაცა ჩართვებს ადამიანებს, რომლებიც თავს ისე გრძნობენ როგორც თევზი წყალში, მიკროფონთან საუბრისას, თავიანთი მოთხოვნების არტიკულირებისას და არგუმენტების წარმოჩენისას, ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც ესმით, რატომ ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვთ, ანუ ამ ტყვეების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს და მათ ძალიან თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი აზრის გადმოცემა. თუმცა ამის მიღმა მე ველოდები კიდევ არაერთ სპიკერს, განსაკუთრებით ველოდები სპიკერებს საჯარო სექტორიდან. ეს კიდევ ერთი კანონი არის, კანონში ცვლილებები არის მიღებული ამ წინაკვირის განმავლობაში, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მთლიანად ანგრევს ასევე მეორე შეტევა მიმდინარეობს ქართულ დემოკრატიაზე და საჯარო სამსახურში ვინც არიან დასაქმებულები, საჯარო მოხელეები, მათ აუცილებლად უნდა ამოიგონ ხმა. ჩვენ ვნახეთ მათი პეტიციები, მათი განცხადებები საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა როდესაც საჯარო სამსახურზე მიმდინარეობს სრული, აი ვერ წარმოიდგენთ მართლა სამართლებრივად რამხელა შეტევა არის ეს, ანუ ბაზისის განადგურება ეს საერთოდ და ნეპოტიზმის და კორუფციის დაბრუნება, ხო? აი ახლა არის მომენტი, როდესაც მე ველოდები რომ საჯარო სამსახური, საჯარო მოხელეები, კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ, ამოიგებენ ხმას იმ სრული გაუგებრობის წინააღმდეგ, რაც ხდება. ეს არ არის მხოლოდ ის ენის საკითხი, რაზეც ძალიან დიდი აქცენტები კეთდება, თუმცა ესეც უმნიშვნელოვანესი ცვლილება. თავი პრობლემა არის ის, რომ განხორციელებული ცვლილებებით შეეძლებათ მინისტრებს, მერებს და ასე შემდეგ, მოკლედ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომ უკონკურსო დაიყვანონ და გაათავისუფლონ ადამიანები, როგორც გაუხარდებათ ყველანაირი კონკურსისა და კვალიფიკაციების ჩვენების გარეშე. ეს არის ნეპოტიზმის დაბრუნება. ჩვეულებრივ, აი თქვენს მაგალითზე რომ გადმოვიტანო, ეხლა მაგალითად, თქვენ რომ საჯარო მოხელე იყოთ, ახლა თქვენი უფროსი გეტყოდათ, რომ დღეიდან მე ვცვლი შენთან კონტრაქტს, თქვენთან კონტრაქტს, იმდენი წლით აღარ იქნება, რამდენიც გააქვთ, ანუ ეს იქნება, როცა მე გამიხარდება იქამდე, მე შემეძლება 6 თვის ან 1 წლის ვადით დაგიკავოთ ხელფასის 20%, მე შემეძლება რომ თქვენ გადაგიყვანთ არა წამყვანად, არამედ ოპერატორად, სხვაგანად თქვენ არ შეგეძლებათ ამაზე უარი, ამას უკეთებენ და გათავისუფლება ცხადია ნებისმიერი მიზეზით, რომელიც გაუხარდებათ. ამას უკეთებენ საჯარო მოხელეებს. ეს არის სიგიჟე, ეს არ შეიძლება რომ განხორციელდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ველოდები სპიკერებს, მე ველოდები მათ პოზიციებს და მე
მაქვს იმედი იმისა, რომ ეს კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ხალხს, ხმას ამოიგებენ დემოკრატიის დასაცავად. მაგრამ თქვენ არ გიხსენებიათ პოლიტიკოსები, თუ დაინიშნება ახალი არჩევნები, არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მიიღოს ხო მონაწილეობა? კი, პოლიტიკოსები პირველ რიგში მე მგონია, რომ პოლიტიკოსებმა რაც უნდა ისწავლონ, ჩვენი პოლიტიკური კლასი ამას ნელ-ნელა მტკივნეულად, მაგრამ სწავლობს. ეს რა არის? ეს არ არის სცენაზე დგომა და რაღაცების აუცილებლად იქიდან ლაპარაკი. პირველ რიგში ეს არის ხალხში დგომა, ხალხის მოსმენა, ლაპარაკის ნაცვლად მოსმენის სწავლა. ეს არის ის, რასაც უყურებთ უკვე ყოველდღე. ხალხი ჯერჯერობით საერთოდ არ ითხოვს იმას, რომ ეს პოლიტიკოსები ავიდნენ რაღაცა სცენაზე და ესაუბრონ ახალი არჩევნების რაღაცა შესაძლოა. რატომ არ ითხოვენ? იმიტომ რომ ახალი არჩევნები ჯერ ჩანიშნული არ არის. როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები, მე პირადად მაქვს უამრავი კითხვა, რომელიც აქამდე ქონდა დასმული. როგორ გადაიხადება მაგალითად შრომის კანონმდებლობა, როგორ გაუქმდება აი ეს არადემოკრატიული კანონები, რომელიც ევროკავშირს გვაშორებს, რა მოხდება, როგორ განვითარდება ეკონომიკა და ასე შემდეგ. ეს კითხვები მერე იქნება დასასმელი, მაგრამ ახლა როდესაც ვართ მართლა ომის მდგომარეობაში, როგორც ეს ლევანმა აღწერა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანები, აი დღესაც 2 საათის წინ სულიად უკონტროლო ორმა ადამიანმა შეიარაღებულმა, როგორც მე ვიცი, ანუ უბრალოდ ადგა და galახა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი და პოლიციას აიძულა იქ შეკრებილმა ადამიანებმა ეს 2 ადამიანი მოეშორებიან, დააკავეს თუ არა, ეგეც არ ვიცი. როცა ამ სიტუაციაში ვართ, საუბარი არ არის რაღაცა ეკონომიკური განვითარების გზებზე. როდესაც ჩაწყნარდება ეს სიტუაცია, როდესაც გამოუშვებენ რეჟიმის ტყვეებს, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები, ამის შემდეგ შევძლებ ჩვენ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში დაბრუნებას. აი დასასრულს მინდა ორივეს მოგმართოთ ამ შეკითხვით. საზოგადოებაშიც არის საკმაოდ მაღალი ხარისხის პოლარიზაცია და ეს ვითარება პირიქით შესუსტების ნაცვლად კიდევ უფრო მწვავდება და ძლიერდება. პირველად არაერთხელ გამოუთქვამს და დღესაც წავიკითხე გადაცემის დასაწყისში განცხადება, რომ ჩვენ გვსურს რომ ორივე მხარე ერთად იყოთ სტუდიაში. იცით რატომ მაყურებელი ზის ტელევიზორთან და მას უნდა რომ თქვენ ორივე მხარის არგუმენტები მოისმინოს, თქვენი ფაქტები, თქვენი მსჯელობა ერთად, აი ეს აზრთა ჭიდილი და შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნა, დარჩეს თავის პოზიციაზე, შეიცვალოს, თუ ამას უკვე ნიშნავს. თავარი არის რომ მას მიეცეს 2 განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების ერთ სივრცეში, სადისკუსიო სივრცეში ხილვის შესაძლებლობა. თქვენი აზრით, უნდა გამოიყენონ თუ არა, თუნდაც აი ჩვენი ეს შეთავაზება და ეს დისკუსიის შესაძლებლობა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს თავის, თქვა, პროფესიულ თუ სხვა ჯგუფებში. პირველ რიგში აი ძალიან კატეგორიულად არ დაგეთანხმებოდით, რომ საზოგადოებაში არსებობს პოლარიზაცია, იმიტომ რომ დღითი დღე ჩვენ რასაც ხედავთ, იზრდება უკმაყოფილო ხალხთა რაოდენობა, ანუ ქართული ოცნების მხარდამჭერებით განან აქციაზე, მინდა რომ ყველამ კარგად გაიაზროს, ჩემი მეგობრები, რომლებმაც მიცეს ქართულ ოცნებას ეხა უახლეს არჩევნებში, დღეს დგანან აქციაზე. ხალხი, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს, დგას აქციაზე, იმიტომ რომ ესეთი ტიპის საზოგადოება არავის არ ჭირდება, ეგეთი სახელმწიფო, რომელსაც გვთავაზობს დღეს ქართული ოცნება, არავის არ ჭირდება. ყველა მიცის ეს, ქართულ ოცნებამაც იცის, იმიტომაც არ ჭრის ბოლომდე ნაჯახით, მიუხედავად იმისა, რომ აი ესე, იმაში აი 20-ში გადავტვირთავთ და ისევ ევროინტეგრაციას გავაგრძელებთ 28-ში, ან რაღაცებს კი იგონებს, მაგრამ ამის მოგონება რომ უწევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება ევროკავშირის მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ თავადაც იცის, რომ მისი ამორჩეველიც პროევროპული არის თავისი არსით. პროევროპულობა ამ შემთხვევაში იმას კი არ ნიშნავს ვექტორის საით აქვს ქვეყანას მხოლოდ, არამედ რა ტიპის სახელმწიფო გინდა რომ გქონდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელიც თავისი არსით არის ანტინაცმოძრაობა ამორჩეველი, აი ეს კადრები რაც ნახა, აი რაც ხდებოდა, ხო, რომ სისტემამ იყიდა და სისტემური ძალადობის ამოცნობა ძალიან მარტივი არის, ხო, ეს გადაცნობა ახსენა, მგონი წინა გამოსვლა რაღაცა ის ერთეული გადაცნობები, თქვენ გახსოვთ რომ ნაცმოძრაობის წევრებიც ამბობდნენ ხოლმე ძალადობაზე, რომელიც ციხე ხდებოდა გადაცნობას და რა რეაქცია ჰქონდათ ქართული ოცნების და ზოგადად, ხო, ხალხს ვინც ამ ძალადობის წინააღმდეგ იყო, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ თუ სისტემური არის ძალადობა, ის არის. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსი, რომელიც იყო აქციასთან ახლოს, რომელსაც სავარძლები ჰქონდა ამოღებული და იქ ხალხი აყავდათ იმისთვის, რომ ჯგუფურად ეცემათ და ძალით არ მიყავდათ საპატრულო პოლიციაში საცემად ან ციხეში საცემად, იმიტომ რომ იცოდა ეს რა გზნობებსაც გააღვიძებდა თავის სამომრჩეველშიც, აი ეს არის სისტემური ძალა, ვიღაცა მოიგონა საწამებელი სამარშრუტო ტაქსები რა. და შესაბამისად, ეხლა რას უყურებთ აი ამ აქციაზე ხალხი ვინც გამოდის, ის არის ჩვენ ვართ ყველანი ამ ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველას, მათ შორის ქართული ოცნების სამომრჩეველს, გვინდა ნორმალური წესიერი მშვიდობიანი სახელმწიფოს არსებობა და ამაში ვთანხმდებით ჩვენ და ამიტომ არის ეს ხელახალი არჩევნები გადატვირთვის შესაძლებლობა ორივესთვის და ამიტომ მნიშვნელოვანი რა არის, როცა დიალოგზე ვსაუბრობ, მე მის ამორჩეველთან გასაყოფი არაფერი არ მაქვს.
მე კონკრეტულ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებამ უნდა გამწეს მე პასუხი რაღაცებს. იქ ხალხი რო დგევართ, ჩვენ ხელისუფლებასთან ვარ გასარჩევი, იმიტომ რომ ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილებები და არა მისმა ამორჩეველმა. მის ამორჩეველს არ აურჩევია ხელისუფლება, რომელიც ორ კვირაში გამოდის და იძახის, რომ ევროკავშირში აღარ წევრიანდები და როცა მე მინდა, მაშინ წევრიანდები. არ აურჩევია. არც ის ხელისუფლება აურჩევია, რომელიც სისტემურად აწამებს თავის მოქალაქეებს და ბავშვებს და ქალებს და ჟურნალისტებს წემს ქუჩაში. არ აურჩევია, ვიცი რომ არ აურჩევია და შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა ვესაუბრო, არის ხელისუფლება. და ბოდიში, დიალოგზე როცა ვსაუბრობთ, არსებობს წესები რა. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ აი მე რო წინ მიზის ადამიანი, რომელიც მესაუბრება და მიხსენე. აი მე რაც ახლა დავასახელე, შეგიძლიათ თუ არა ტყუილში გამომიჭიროთ. აი რა ვთქვი ტყუილი, მარშრუტკაში არც ემეს ხალხი არ არის ნაცემი თუ რა. ყველაფერი რაც ვთქვი, მაგაზე პასუხს ვაგებ რა. წინ რო ადამიანი მიზის, რომელიც მეუბნება, რომ ომის პარტიამ შეგვიკეთა მეორე ფრონტის გახსნა და რო ეკითხები, მაგრამ მარტო პრემიერს რო ეკითხები, რომ აი ომის პარტიის წევრები დამისახელი და გეუბნება, ვერ დაგისახელებთ, ეხლა ისედაც ბევრი გითხარით, 20% გითხარით თუ გახსოვთ, ხო 20% ვთქვი უკვე, რაც ვახსენე, ეს იყო ომის პარტიის სახელწოდება არის 20% იმ შინაარსის, რასაც თვითონ ფლობს. დანარჩენს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ საშიშია. ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა და მე უნდა გავაგრძელო დიალოგი, ანუ აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული რაღაცა არარსებული არგუმენტის შესახებ, ან ვიღაცა ველაპარაკე ევროკომისარს და მან სიკვდილი დამემუქრა, მოკლედ დამემუქრა და ყველამ ვიცით, რომ საუბარი იყო, რომ რა ვიცი, ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ პოლარიზაცია შეიძლება ცუდი შედეგები მოყვეს. ეს იყო მთელი საუბრის შინაარსი, როგორც მე ვიცი, ხო? და შესაბამისად, ეხლა დიალოგზე როცა ვსაუბრობ, თუ ერთი მხარე არ არის მოწადინებული, რომ მე სიმართლის პერსპექტივიდან მელაპარაკოს, ანუ იმით მელაპარაკოს, რასაც თავად სწამს, მე დიალოგი უბრალოდ ვერ შედგება. მე გამოვალ დაჩაგრულის პოზიციაში, იმიტომ რომ უნდა ვისმინო, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე, რომ გაგაძევებ და ნაცი ხარ და რაღაცეები. ხო, შესაბამისად, თუ დიალოგზე ვინმე წამოვა, ეს დიალოგი მე კობახიძესთან მართლა არ წარმომიდგენია, როგორ უნდა აწარმოო რა. არის შესაძლოა ქართულოცნებაში ხალხი, რომელიც შეინარჩუნა ადამიანობა. მე საზოგადოებაში დიალოგზე ვთქვათ, საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. ნახეთ, იცით რას დააკვირდით, რაღაცა პულსი ხო ისინჯება საზოგადოებაში რა. ეწყობა მარშები დღის განმავლობაში, სადაც ხალხი დადის ქუჩაში. მე ძალიან ბევრი აქციები მაქვს ჩემ ცხოვრებაში ნანახი და ჩვენ თაობისთვის ეს ყოველთვის, ანუ საზოგადოებრივი დაპირისპირება რაღაცნაირი ისეთი ნატურას ანთებს ჩვენს ცნობიერებაში, რომელზეც ყველას გულწრფელავს, ხო, იმიტომ რომ ვიცით რაც იყო ეს. შესაბამისად, ყოველთვის ვერიდებით ხოლმე, რომ მოდი თუ აქციას მართავთ, აი რუსთაველი იყო ყოველთვის ცენტრი, ხო, იმიტომ რომ არ შევაწუხოთ ის ხალხი, რომელიც არ გვეთანხმებოდა. დღეს რას ხედავთ? მთელი ქალაქი ფეხითა აქვს შემოვლილი ხალხს, მარშები დადის ქალაქში და შედეგად ვიღებთ გადმოფენილ ევროკავშირის და საქართველოს დროშებს ფანჯრებიდან, ტაშს, სიგნალებს მანქანებში ჩვენ ვერ ხედავთ, რომ საზოგადოება ვინმე არის შეწუხებული. ხალხი წერს, რომ მირჩევნია ვიждე 3 საათი საცობში, ოღონდ თქვენ იაროთ, იმიტომ რომ მე ეს არ შემიძლია და კმაყოფილი ვარ, რომ საცობში ვზივარ. თქვენ როგორ ფიქრობთ? 50-50-ზე რო იყოს, აქ მარშის შემთხვევაში რამე ინციდენტი არ იქნებოდა? გარდა იმ ორი ვიღაცა დაქირავებული ადამიანისა, რომელიც დღეს მოატარეს ქალაქში, იმისთვის რომ შეექმნათ ილუზია, რომ ხალხი არის ერთმანეთთან გადაკიდებული. აი თქვენთან და დავასრულებ, ანუ ქართულ ოცნებას ყავს მხარდამჭერები, საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, ანუ ხოლმე ოპოზიციას არ გულისხმობ, იქ დგანან მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები. თქვენ ფიქრობთ, რომ ანუ ამ შემთხვევაში დიალოგის და სადისკუსიო სივრცის, ამ შემთხვევაში შეთავაზებას აზრი არ აქვს შექმნილ ვითარებაში? საზოგადოების წარმომადგენლების ერთმანეთთან საუბარს და თუნდაც გასხვავებული არგუმენტების ერთ სივრცეში წარმოდგენას? დიახ. დიალოგი არის აუცილებელი, ამაზე არ ამგონია, რომ ორი აზრი არ არსებობდეს. დიალოგი არის ცივილური სახელმწიფოს საზოგადოების აუცილებელი ელემენტი. ჩვენ ყოველდღიურად ვნახულობთ მათ შორის აქციაზე, სოციალურ სივრცეში, ასე შემდეგ, თუნდაც ქართული ოცნების მომხრეების და ოპოზიციის მომხრეების ერთმანეთთან დიალოგს. მათ შორის ქართული ოცნების ყოფილი მომხრეებისაც, მაგალითად, ირმა სოხაძე იქნება თუ ქეთი დოლიძე, ვინც ადრე აძლევდნენ, ხო, შეიძლება ახლაც მისცეს ხმას ქართულ ოცნებას, მაგრამ 28 ნოემბერს დაინახეს, ხო, რა ხდებოდა რეალურად, ხო? ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ასეთ ოცნებას არ მივწევდით ხმასო. ეს ადამიანები ერთმანეთთან ლაპარაკობენ, მაგრამ ცალკე შემთხვევა არის, როცა ვსაუბრობთ დიალოგზე აი ამ პარტიასთან, რომელიც არის პირდაპირ მნიშვნელობით პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ბოლო 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. რაც ხდება არის შემდეგი. ჩვენ ყავს 500-მდე დაკავებული ადამიანი, ამ 500 ადამიანი და 350-ზე მეტს აქვს ვიზუალური დაზიანება. არ მხოლოდ ნაცემია ვიზუალური დაზიანება ეთყობა სახეზე, თვალებზე და თავზე. ეს არის სადაც ძირითადად ურტყამდნენ და შემდეგ გადავიდნენ თირკმლებზე. ამ 350-დან 80 ადამიანს ეს საუბრობ დაკავებულებზე, ვინც არ დააკავეს და ისე წავიდა ჰოსპიტალში, ცალკე ამბავია. 80 ადამიანი ისე
იყო ნაცემი, რომ ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ ადამიანებთან საერთოდ არ უშვებდნენ ადვოკატებს საათების განმავლობაში, იტაცებდნენ ამ ადამიანებს, სხვა შორის არ აძლევდნენ სამედიცინო დახმარებას, მათ შორის არც სასამართლოებში და სასამართლოებში ორი ადამიანი წაიქცა, ფიზიკურად გული წაუვიდა და მხოლოდ შემდეგ მიაწოდეს მათ სამედიცინო სამსახური მომსახურება. ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე, ვნახეთ მიზანმიმართული ძალადობა ბავშვებზე. ბავშვები ახლა ციხეში შედან. როგორ შეიძლება დიალოგი დავიწყოთ ჩვენ იმ პოზიციაში, როდესაც ეს პარტია არ აღიარებს იმას, რაც გააკეთა. როდესაც ისინი იკისრებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მინიმუმ გამოასწორონ ცოტათი მაინც ის საშინელი, ის დანაშაული, ეს წამებით შეაფასა ეს წამებას არ იყენებს ხოლმე IRTC, რომელიც არის წამების წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე დიდი კოალიცია 76 ქვეყანაში მუშაობენ და ასე შემდეგ. წამება გამოიყენეს, ეს არის ორგანიზებული წამება. როდესაც ისინი აიღებენ ამაზე პასუხისმგებლობას, როდესაც ისინი გაათავისუფლებენ რეჟიმის ტყვეებს, როდესაც ისინი ჩანიშნავენ ახალ არჩევნებს, ვისაუბროთ რამდენი სულ. მადლობა. ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი, სანდრო ბრაჭველი, ფონდ ღია საზოგადოების იურისტი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები.